ფურცელაძის 6 ნომერში საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რემონტი მოსახლეობის მიმართვის შემდეგ დაიწყო. მიმდინარეობს შენობის დაზიანებული ზონების საძირკველისა და ეზოს შესასვლელის გამაგრება გაძლიერება. რეაბილიტაციის სამუშაოები დღეს მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დაათვალიერა. კამელიას განმარტებით მთაწმინდის რაიონში ავარიულ მდგომარეობაში მყოფ ყველა სახლს წლის ბოლომდე ეტაპობრივად ჩაუტარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. სახლი არის ისტორიული მნიშვნელობის და დიდი ხანია ვცდილობთ სახლი გაგდეს ავარიულ მდგომარეობაშია და ამიტომ მივუმატებთ გამგეობას და აი როგორც ხედავთ ეხმარებიან რომ გადასცეს ეს შენობა. ამიერიდან ყველა მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი შენობა ჩვენს რაიონში მოექცევა გამაგრებითი სამუშაოების ქვეშ, რომელსაც უზრუნველყოფს გამგეობა მთლიანად თავისი ხარჯებით. წლის ბოლომდე ამ ტიპის სამუშაოებისთვის დაიხარჯება 4 მილიონი ლარი, რომელიც გამოყოფილია თბილისის მერიის მხრიდან.